მოგესალმებით, დღეს შაბათია და 16 საათზე იმუნიტეტში ტრადიციულად საინტერესო სამედიცინო თემებით ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ გადაცემის წამყვანები კარდიოლოგი ნინო ნადირაძე და ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა ვართ. დღეს იმუნიტეტში ინვიტრო განაყოფიერებაზე ვისაუბრებთ, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს შორის ყველაზე ეფექტურია და ფართოდ გამოიყენება ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დროს. ის მედიცინის მაღალტექნოლოგიური მიღწევების წყალობით შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს ყავდეს ბიოლოგიური შვილები. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ თმის ცვენაზე. როგორ მოუვაროთ სკალპს? რატომ მატულობს ეს პრობლემა შემოდგომაზე და რა როლი აქვს ყველაფერში სტრესს? გაიგებთ, როდის ითვლება თმის ცვენა ნორმალურად და შეიძლება თუ არა მისი სრულად შეჩერება. დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია: უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები, ენდომეტრიოზის მკურნალობის მეთოდები, ინვიტრო განაყოფიერების ეფექტურობა, როგორ მოუვაროთ სკალპს თმის ცვენის დროს. შესაძლებელია თუ არა თმის ცვენის სრულად შეჩერება. და ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვევთ ბატონი არსენ გვერნეტაძე, ექიმი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, პროფესორი. ლაპარასკოპიული მკურნალობა, ენდომეტრიული კერების აღმოჩენა 50%-ში ბუნებრივი გზით პირველ 6 თვეში დგება ორსულობა. ქალბატონი ვერიკო აბრალავა, ექიმი დერმატოლოგი. სასურველია გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ თმის ფოლიკულს. ქალბატონი ირმა ჯანაშია, ავერსის წარმომადგენელი. შრატი რეკომენდებულია ყოველდღე. ანუ შეგვიძლია როგორც ნამიან თმაზე, ესევე მშრალ თმაზე. და სანამ სტუმარს მოვიწვევთ, მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. ჩვენი გადაცემის სპონსორია GM Pharma, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორი გახლავთ ასევე ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე სახელწოდებით IQ. ალკონის IQ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბროლი მსოფლიოში. ახლა კი მოვიწვევთ სტუმარი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, პროფესორი ბატონი არსენ გვერნეტაძე. დღევედნიერებისა. მოგესალმებით ბატონო არსენ, თქვენ რა ხართ? ჩვენ ხართ? რუჯები გაქვთ. მოგესალმებით. რუჯები. მოგძანდით ბატონო არსენ. ბატონო არსენ, სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის არ შეიცავს სხვათა შორის ბრომაც. ბევრი მადლობა. ადამიანის უჯრედებში, ორგანიზმში 72-80% არის წყალი და მისი ნაკლებობა ყველასათვის ნათელია, თუმცა ცოტა ვინმე ვახერხებთ დღეში 2 ლიტრამდე. მე როგორც კი მოგადანილი ვალდებული ვარ, რომ იმ ერთ თირკმელზე წყალი მივაწოდო, თუ მინდა რომ თქვენთან ვიარო და ბედნიერება ჩემთვის და ადამიანების. ბატონო არსენ, ჩვენ ვსაუბრობთ ბედნიერებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი სიცოცხლის მოვლენა ხდება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს პრობლემა უშვილობის. რა ძირითადი მიზეზები არსებობს, რომელიც იწვევს უშვილობას? და ალბათ აქვე რა გზებია მათი ნიველირებისათვის, მოგვარების. მოდით ჯერ პირველ ნაწილს შევეხოთ და შემდეგ უკვე ძალიან მოგვარების გზებს. საქმიანად მნიშვნელოვანია კითხვა, იმიტომ რომ ადამიანები გვიყურებენ და სტატისტიკური ციფრების მიწოდება გარკვეულ სიმშვიდეს ბადებს სულში. სტანდარტულად არის ესე, ნახეთ, 100 წყვილი რომ მოვა რეპროდუქტოლოგთან უნაყოფობის გამო 40%-ში ქალის ორგანიზმში აღმოჩნდება პრობლემები. 40%-ში მამაკაცთან დაახლოებით 35-40. დარჩენილი 20% ორივე მათგანს გუშინაც ყავდა ესეთი წვილი, ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან იყო ჩამოსული, ერთთანაც იყო გარკვეული პრობლემა და მეორესთანაც. ამიტომ
დღეს თითქმის იშვიათია, რომ წყვილი ერთად არ მოდიოდეს საკითხის მოსაგვარებლად, იმიტომ რომ ყველა გრძნობს თავის პასუხისმგებლობაც, მამაკაციც და მისი მეუღლეც. ამიტომ ახლა ეს პროცენტული, ახლა ქალთან რა მიზეზები შეიძლება იყოს და მამაკაცთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ნოზოლოგიებს, ანუ დაავადებებს საცალკევრო ჩავყვეთ, აქ საქმე კარგად არ წავა. მაგრამ უნდა ვთქვათ ძირითადები, ხო? ქალის ორგანიზმში სამი ძირითადი მომენტი უნდა იყოს, რომ საკვერცხის ფუნქციონირება უნდა იყოს ნორმალური, მაშინ რომ მწიფდებოდეს კვერცხუჯეთი და თავის დროზე არც ადრე და არც გვიან, კვერცხსავალი მილები, ანუ საშვილოსნოს მილები უნდა იყოს გამტარუნარიანი, ფუნქციურად ვარგისი და საშვილოსნოს ღრუ, მისი ენდომეტრიუმი მიღებადი, უკვე განაყოფიებული კვერცხუჯეთის, უბრალოდ უკვე ემბრიონის მისამაგრად. მამაკაცთან სპერმის ხარისხი, რაოდენობრივად და ხარისხობრივად და ხანდის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ნახეთ, მე კარგად ვეკითხები წყვილებს, რომ და ამიტომ ისინი ყოველთვის მარტო უნდა იყვნენ, როცა კონსულტაციას ატარებ და მისი დედა, დეიდა, ბებია თუ სხვა იქ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ არის ინტიმური საკითხები. ხან ეკითხები და სხვადასხვა მიზეზების გამო, ცხოვრებისეული, ფუნქციური თუ სხვა, გეტყვის რომ თვეში ერთხელ ან ორჯერ აქვთ ცოლფრული ურთიერთობა, ანუ სექსი, ხო? შესაბამისად, ახლა უხსნი რომ ფიზიკურად ყველაფერი რიგზე იყოს, მაშინაც კი ძნელი იქნება მოხდეს დაორსულების, ასე ვთქვათ, მომენტი, დაჭერა. რა არის მიზეზი ამ დროს ძირითადად? ამის მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს, მოკლეს ერთს და ორს გეტყვით. ერთი შეიძლება ორივე მათგანი იყოს სრულიად ფიზიოლოგიურად და ყველანაირად ნორმალური, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ახლა ჩვენ უკვე განწყლოვანებით და სხვადასხვა სიტუაციით, სხვა გარემოში ვცხოვრობ და ადამიანები არიან კვირაში 8 დღე, 10 დღე ღამეებს მორიგეობენ სამსახურებში, აქეთ ცოლი მორიგეობს, იქეთ ქმარი და ხშირად ვთქვამთ, რომ აღარაფრის შესაძლებლობაც არ აქვს ფიზიოლოგიურად და ადამიანად. გარდა ამისა, არის მომენტები, როდესაც რაღაც, ვთქვათ, ლიბიდოსთან ან სხვა რამესთან არის დაკავშირებული. არც ისე იშვიათია და საკმაოდ ხშირია, თქვენ იცით ჩვენი წიგნის სექსოლოგიაზე, ქალთა, ვთქვათ, ლიბიდოს, ანუ მოთხოვნილების ძალიან დაქვეითება და მათ შორის ანორგაზმია და სხვა და, ანუ ბევრი მიზეზებია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მიზეზ კი არ აქვს მნიშვნელობა. ჩემ შემთხვევაში უნდა გავერკვე, რამდენად არის ეს ფიზიოლოგიურად ხდება თუ არა, მიტანა სპერმის, ვთქვათ, განაყოფიერებისათვის, არის თუ არა კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი, არის თუ არა ვარგისი ეს ბიოლოგიური მასალები. და ამის შემდეგ რომელ ნაწილშია პრობლემა, იქ უკვე ეს იქნება ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ენდომეტრიოზი, რატო წამოვიღე ეს წიგნები, თქვათ, რაღაც ნაწილი, კიდე დაგზოგეთ ბევრი არ მოვიტანე. აქ არის რომ სამჯერ ზედიზედ ევროპის კონგრესზე best selected posters, იცით თქვენ საუკეთესოთა გაღიარონ 436 ნაშრომიდან მე-9 პოზიციაზე და 3 წელი ზედიზედ, ეს არ არის მარტივი ერთი კლინიკისათვის. უშვილობა და ენდომეტრიოზი ერთ-ერთი დაავადება. ენდომეტრიოზი რა არის? ენდომეტრიოზი არის ერთ-ერთი დაავადება, რომელიც ტკივნეულ მენსტრუაციასთან და ეხლა ვინც გვისმენს, თქვათ, და ტკივნეული მენსტრუაცია, მე არ ვიცი რომელი კამერა არის, მაგრამ ტკივნეული მენსტრუაცია ერთ-ერთი ნიშანია ენდომეტრიოზის არსებობის. ენდომეტრიოზი 50%-ში იწვევს უნაყოფობას. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, გარეგნულად კვერცხუჯრედის მწიფდება, სპერმა კარგია, მილები გამტარია, ორსულობა არ დგება. შესაბამისად ამ დროს ლაპარასკოპიული მკურნალობა, ენდომეტრიული კერების აღმოჩენა 50%-ში ბუნებრივი გზით პირველ 6 თვეში ორსულობის დადგომის ანუ თქვენ მაინც გულისხმობთ მცირე ინვაზიურ ჩარევას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეპროდუქტოლოგიაში აღარ არის ის, ვთქვათ, ლაპარატომიული გახსნილი ქირურგიის დრო უკვე დიდი ხანია წასულია. ანუ მედიკამენტური გზით ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ენდომეტრიოზი სჭირდება, მაგას თავის ტექნოლოგია აქვს. ნახეთ, ჩვენი კლინიკა მეხუთე წელი კი არ არის, 5 გზის ევროპული სერტიფიკატი 2016 წლიდან 16-19 22-24 ევროპის ენდომეტრიოზის ცენტრი. წარმოიდგინეთ 2-3 წელიწადში მუდმივი რესერტიფიცირება. იმისათვის რომ თქვენ რამეს უკურნალოთ, ჯერ უნდა იცოდეთ არის თუ არა ის ენდომეტრიოზი. ლაპარასკოპია არის მისი ოქროს სტანდარტი დასადგენად. მცირე ინვაზიური ოპერაცია მოგეხსენებათ 9 საათიდან 1 საათამდე და მეორე დილით ქალი მიდის სახლში, ზოგჯერ იმავე საღამოსვე. თუ ამ კერებს იპოვი და მოაცილებ, ჯერ გისტომორფოლოგია დაგიდასტურებს, რომ ნამდვილად იყო ენდომეტრიოზი და მე
ეს კერები, რომლებიც თავისი არსით იწვევენ ბევრ პრობლემას უშვილობისათვის, ქრება იმ პერიოდისათვის, ამოღებული იქნება და პირველ 6 თვეში 50% ბუნებრივად ორსულდება. ვინც ვერ ორსულდება, იქ უკვე ინვიტრო განაყოფიერებისთვის მიდის. ანუ ბატონო არსენ, უფრო დავაკონკრეტოთ ენდომეტრიოზის ძირითადი მკურნალობის, ასე ვთქვათ, მიმართულება. დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კი ბატონო. ენდომეტრიოზი არის მე-20 და 21 საუკუნის ერთ-ერთი გავრცელებული გინეკოლოგიური ახალგაზრდა ქალების დაავადება. ის სხვა მონაცემებით 10-12-15%-ია ფერტილური ქალებისა. მისი დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ლაპარასკოპია, მუცლის გახსნის გარეშე მცირე ინვაზიური ოპერაციით დადგენა არის თუ არა მენჯის ღრუში ეს კერები, შესაბამისად ამ კერების მოცილება და გაგზავნა შესასწავლად, რომ დადასტურდეს ნამდვილად ენდომეტრიოზი და თანაც დიაგნოზი და მკურნალობა ერთ მომენტში ხდება. და ამის შემდეგ პაციენტს რომ გასწერ მეორე დილით, მე მყოლია ძალიან კარგი შემთხვევაა ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, ვიცნობ ამ ოჯახს უკვე მრავალი წელია, 7 წლის უშვილო იყო და ენდომეტრიოზი დაუსვი ლაპარასკოპიით დიაგნოზი. ვუთხარი რომ ოპერაციიდან რო გავწერე ერთ თვეში მოდით ციკლი რომ მოგივათ მე დავიწყოთ სხვა რამეების კვლევები მოვიდა 3 კვირაში და უკვე იყო ორსულად და დღეს ის გოგონა მე 5 თუ მე 6 კლასია ვიცნობ ამ ოჯახს უკვე კონტაქტი მაქვს. ანუ ნახეთ ხშირად არა ყოველთვის, მაგრამ პირველ 6 თვეში დგება ორსულობა. ხო? ეს ძალიან დიდი ამბავია. 12 წელი რო შვილი არ აქვს და ვერ აგნებს ადამიანი დიაგნოზს და შენ ამ ლაპარასკოპით დასვამ ან ენდომეტრიოზს მოხსნი ამ კერებს და წინასწარეობნები 100-დან 47-50 და 2. ძალიან ბევრი ქალბატონი დღეს მიმართავს ინვიტრო განაყოფიერების კლინიკებს. აბსოლუტურად დონორი უცნობი როგორ არ არის კონკრეტული ანონიმური სპერმა გამოიყენონ და გააჩინონ ბავშვები. აი რამდენად არის ეს საქართველოში უკვე ფეხმოკიდებული? ემანსიპაციის პირობებში მოძლიერდა ქალი და ზოგი ბიზნეს მისდევს, ზოგი სხვა ასე ვთქვათ კარიერული წარმატება აქვს. მას უკვე კარგად შეუძლია შეინახოს და ვთქვათ, მოდით ახლა ვუპასუხებ თქვენ კითხვას, შემდეგნაირად ვუპასუხებ ამ კითხვას. მე, როდესაც ვლაპარაკობ, რომ მშობლად გახდომ არის ბედნიერება და ერთ-ერთი მიზანი ადამიანებისა, კანონი აძლევს უფლებას ადამიანებს დედას ქორწინების გარეშე გააჩინოს შვილი, მიმართავენ ამას, ხშირია თქო ჩვენს კლინიკაში ან იმ რეალობაში, რასაც მე უყურებ, არ ვიქნები სწორი რომ გითხრათ და ერთი კარგი ტენდენცია რაც არის, უფრო ზრდასრულ ასაკში ცდილობენ ადამიანები შვილის გაჩენას, როდესაც ცხოვრებისეული საკითხი 30, 35, 36 ხო, უფრო შედარებით გონივრულად მომზადებულ ასაკში. ბატონო არსენ, წინა კითხვის გაგრძელება იქნება ჩემი კითხვა. თქვენ ახსენეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. უშვილო წყვილების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე ვსაუბრობდით და მოდით, არა მხოლოდ ფსიქოლოგზე ვისაუბროთ, როგორც ცალკე შტატზე, რომელიც არის თქვენთან კლინიკაში, არამედ თქვენზე ვისაუბროთ. თქვენს ხომ ფსიქოლოგი ბრძანდებით, ბატონო არსენ. იმიტომ რომ თქვენს გარეშე, თქვენი მხარდაჭერის გარეშე, მე მგონი არაფერი არ მოხდება და როგორი არის ამ შემთხვევაში არა როგორც ექიმის, არამედ როგორც ფსიქოლოგის მხარდაჭერა. აი როგორ ამზადებთ პაციენტებს იმ ჩარევებისთვის, რომელსაც უკვე მერე საბოლოო ჯამში მოაქვს შედეგი. მადლობა, კარგი ემოციური კითხვაა ჩემთვის, იმიტომ რომ არაერთ პაციენტს უთქვამს და წვეს რომ თქვენზე უკეთესი ფსიქოლოგი, თქვენ ფსიქოლოგიც ყოფილხართ, ბატონო არსენ. ნახეთ, როდესაც წლები გაქვს, როდესაც ცხოვრებას უკვე დამწიფებულ დავარგებულად ფლობ, ხო? მე უკვე დრო არათუ მენანება წყვილებისათვის, არამედ პირიქით მაბედნიერებს და ერთ პაციენტს ზოგჯერ ერთის მაქვს ამის ფუფუნება რომ 1 საათიც დაუთმო, იმიტომ რომ ბევრ პაციენტს აღარ ვიწერ, ახლა ახალგაზრდობაში ამის საშუალება არ აქვს, როცა ჯარი დგას პაციენტების, მაგრამ ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა არა ის რამდენ ადამიანს მივიღებ და შევძლებ კონსულტირება გაუწიო, არამედ
ის რომ ერთ ადამიანს მაინც შინაგანი ადამიანური მხარდაჭერა ვაგრძნობინო და ამისათვის გულწრფელად ბევრი დრო მივცე მოყვეს თავისი ცხოვრებისეული არამხოლოდ დაავადებასთან შეჭიდული რაღაც საკითხები, არამედ ისეთი ყოფითი, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს იმ შვილოსნობის მომავალი, ასე ვთქვათ, ბედნიერებისათვის, ხო, დედობის თუ მამობის და მე ბევრჯერ აი რამოდენიმე დღის უკან თვეში ერთხელ ბათუმშიც მაქვს მიღება და ერთ პატარა ისტორიას გეტყვით. კარი იღება და შემოდის ერთი ქალბატონი, ესეთი გრძელი შავი კაბა აცვია და მე სანამ პაციენტში მოვიყვანო მიღიმის და შეიძლებაო ერთი წუთითო ჩაგეხუტოთო და კი ქალბატონო მე ვთხარი ნუ ახლა ავდექი ისეთი მოწიწებით იყოს და მითხრა 16 წლის უშვილო რო იყო, აი მე რო ჩვენთან ის ჩამოვიყვანეო, ჩემი ბიძაშვილის ვიღაცა, ეხლაო იმასო უკვე 2 თვიშვილი ყავსო, იმის 3-4 ახსენა, ეხლაო წვილი მოვიყვანეო და მე წინდა წის შემოვედიო, თქვენთან მინდოდა უბრალოდ ადამიანურად გადაგხვეოდითო, ხო? ეს ხომ ძალიან დიდი ემოციაა, ანუ ადამიანს უჩნდება სურვილი რომ გაგიზიაროს თავისი ბედნიერება და შენგან ჰპოვოს მხარდაჭერა ადამიანური. ეს ძალიან დიდი რამ არის და მადლობა ამ კითხვისათვის. დიახ, ასეთი რაღაცები ყველაფერი იმას რაც ტკენს მოხიმობის დროს გულს, ბევრი უმადურობა, ბევრი გულის ტკენა ახლავს ხო ჩვენ პროფესიას და აი ზუსტად ესეთი ცხოვრებისეული ეპიზოდები გაფიქრებინოს რა ეს ყველაფერი ამათ ღირდა. დიახ, ნინო, ნახეთ, მე არ ვიცი, ახლა ძალიან ტოლერანტული გავხდი ბოლო რამოდენიმე 4-5 წელია, ჩემთვის აღარ არის ცუდი ადამიანები და კარგი, იმიტომ რომ ზოგჯერ ცუდი რო გონია, მე კარგი აღმოჩნდება და კიდე აღმოჩნდება, რომ ცუდს რო ფიქრობ ადამიანზე, ტოქსინები გამოდის სისხლში და ცხოვრების ხარისხს და ხანგრძლივობას ამცირებს და ამიტომ ვიფიქრე რომ დავანებე ამ ცუდის ძახილს იყოს ადამიანი კარგი და საუკეთესო. მიიღე ისეთი როგორიც არის. დიახ, დღეს აი წამოსვლისას გავაგზავნე ერთი ჩემი ჩანაწერი მაქვს ესეთი ერთ-ერთ გონიერ მეგობარს გავაგზავნე. გავბედე და გავხდი ის ვინც ვარ. მივიღეთ ისეთი ვისაც გსურთ, მიყვარხართ ყველანი. მიყვარხართ რას ნიშნავს ბატონო? თუ მე პაციენტი და პროფესია არ მიყვარს ჩემს ასაკში უკვე აღარ უნდა ვემუშაო მაშინ ამ საქმეში და მე რაც არ მაბედნიერებს, იმას აღარ ვაკეთებ. ხოლო ექიმობა, ექიმად ყოფნა ჩემი ერთ-ერთი მთავარი ბედნიერებაა. წმინვალი. გონი აი ამ ნოტაზე უნდა დავასრულოთ ბატონ არსენთან საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ არსენ. სანამ დავემშვიდობებოდეთ ბატონ არსენს, მინდა წარვადგინოს სიუჟეტი. ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრად იყო ბატონ არსენთან კლინიკაში, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში და ინტერვიუ ჩაწერა ქალბატონ ლელა ირემაძესთან. ხო, მედიცინის დოქტორი, ჩვენი ინვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი და სხვა შორის პროფესიით ფსიქოლოგი. ნახოთ ყველამ ერთად ეს სიუჟეტი. ნახოთ. რა შემთხვევაში ისმევა უნაყოფობის დიაგნოზი და რამდენ ხანს უნდა ჰქონდეს წყვილს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, რომ ჩაითვალოს, რომ წყვილი არის უნაყოფო? დიახ, უნაყოფობაზე ვსაუბრობთ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთწლიანი დაუცველი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ფონზე არ დგება ორსულობა, მაგრამ ეს მისაღებია იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 35 წლამდე ასაკის ქალბატონზე. 35 წლიდან ეს ინტერვალი მცირდება 6 თვემდე, ხოლო 40 წლიდან 3 თვემდე. და რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი მოდის კვერცხუჯრედების ხარისხიდან და რაოდენობიდან, რომელთა შემცირება იწყება სწორედაც 34-35 წლიდან. რომელია უშვილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები? უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მრავალია, მაგრამ მათ შორის ყველაზე ხშირად გავრცელებული, რის გამოც პაციენტები მოგმართავენ, გახლავთ საკვერცხისმიერი დისფუნქცია. რა საკიდან უნდა დაიწყოს ქალმა კვერცხუჯრედების რაოდენობის გადამოწმება, ხომ არ არის კრიტიკულად ვთქვათ მინიმალური რაოდენობა დარჩენილი, რომ ისრუნოს უკვე შემდეგ პროცესებზე? დიახ, ზოგადად რეპროდუქციული პოტენციალის შეფასება რეკომენდირებულია ნებისმიერ რეპროდუქციულ ასაკში. აქ არ არის ესე ვთქვათ ცალსახად ჩამოყალიბებული რომ მაინც და მაინც გვიან ასაკში. არა. და რატომ? იმიტომ რომ ადრეულ ასაკშიც, ახალგაზრდა ასაკშიც უამრავი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს ფოლიკულების მარაგი მნიშვნელოვნად შემცირებული.
თუ კვლევებით აღმოჩნდა, რომ პაციენტის ფოლიკულების რაოდენობა უმცირდება, მაგრამ მას ჯერ არ სურს გადადგას ნაბიჯი, დაქორწინდეს, ან გააჩინოს შვილი. რა გამოსავალს თავაზობთ ამ დროს? დიახ, ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებული ტაქტიკა თანამედროვე გახლავთ ფერტილობის პრეზერვაცია ქვია, რაც გულისხმობს კვერცხუჯრედების შენახვას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება მთავარ კითხვას, რა ასაკში უნდა მოხდეს შენახვა კვერცხუჯრედების ოპტიმალური ასაკი გახლავთ 30 წლამდე, მაგრამ შესაძლებელია 34-35 წლამდე, ანუ ოპტიმალური სასურველი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ რეპროდუქციულ ასაკში ვახდენთ კვერცხუჯრედების კრიოპრეზერვაციას, მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების დროს ქიმიო, რადიოთერაპიის დაწყებამდე აუცილებელია მოხდეს კვერცხუჯრედების შენახვა, ვინაიდან ეს თერაპია აზიანებს კვერცხუჯრედებს და ამ პაციენტის შვილოსნობის ფუნქციას. როდესაც არის ჩვენება საკვერცხებზე ქირურგიული ჩარევის, ვთქვათ კისტების გამო, ჩვენი რეკომენდაცია, როგორც რეპროდუქტოლოგის, წინასწარ შეფასდეს საკვერცხის მარაგი და თუ ის არის სუბოპტიმალური, ანუ ნორმასთან მიახლოებული, მოხდეს კვერცხუჯრედების შენახვა. რა რაოდენობის კვერცხუჯრედი უნდა შეინახოს პაციენტმა? ზოგადად, როდესაც დგება კვერცხუჯრედების კრიოპრეზერვაციის საკითხი, ოპტიმალურ რაოდენობად განიხილება დაახლოებით 15 კვერცხუჯრედი. იმიტომ განაყოფიერებას აქვს თავისი პირდაპირი ჩვენებები, როდესაც უნაყოფო წყვილს პირდაპირ ვუგეგმავთ ამ პროცედურას და რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, მილისმიერი უნაყოფობა, მამაკაცთან მძიმე დარღვევა სპერმაში. ამ შემთხვევაში სხვა ალტერნატიული თერაპია არ განიხილება, მაგრამ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც გარკვეული, ასე ვთქვათ, მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობის შემდეგ გადავდივართ ინვიტრო განაყოფიერებაზე. მაგალითად, საკვერცხისმიერი დარღვევების დროს, როდესაც არის ანოვულაცია. ანოვულაციის დროს ჩვენ ჯერ ვცდილობთ მედიკამენტური გზით მოვუგვაროთ პაციენტს ეს პრობლემა, მაგრამ როდესაც 4, 6, 12 ციკლის განმავლობაში ვადასტურებთ ფოლიკულის მონიტორინგებით ოვულაციას, მაგრამ არ ხდება ორსულობა, ამ შემთხვევაში სასურველია, რომ ჩატარდეს ინვიტრო განაყოფიერება და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად მედიკამენტური თერაპიისა, არ ხდება ოვულაცია. ოვულაცია ნიშნავს მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის პროცესს, როდესაც კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება ფოლიკულიდან. კვერცხუჯრედი გახლავთ მთავარი უჯრედი ქალის ორგანიზმში, რომელიც ნაყოფიერდება და გვაძლევს ემბრიონს. რას გულისხმობს ემბრიონის გენეტიკური კვლევა და რამდენად გვეხმარება წარმატებული ორსულობის შანსების გაზრდაში? როდის არის საჭირო ემბრიონების გენეტიკური კვლევის ჩატარება? ამ შემთხვევაშიც გვაქვს სამედიცინო ჩვენება, როდესაც ჩვენ რეპროდუქტოლოგები ვთავაზობთ უნაყოფო წყვილს, რომ განაყოფიერება აუცილებლად უნდა ჩატარდეს პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევით და რა შემთხვევებია ეს? აი, როდესაც მოდის წყვილი და აქვს რამდენიმე წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება. ან არის შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, მეუღლის ბიოლოგიურ მასალაში არის მძიმე დარღვევა, ან ქალბატონთან არის გარკვეული გენეტიკური თანმხლები, პათოლოგიები. რამდენად შეცვალა რეპროდუქტოლოგიის დარგი ინვიტრო განაყოფიერების არსებობამ და რის შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს? როგორც მოგახსენეთ, ინვიტრო განაყოფიერება ეს არის ტექნოლოგია, რომელმაც პრაქტიკულად დაამარცხა უნაყოფობა და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია მედიცინისთვის და რეპროდუქტოლოგიისთვის ამ ეტაპზე. გასაგებია, რომ ის 100%-ით ვერ იძლევა ორსულობას, მაგრამ ეს ვერასდროს ვერ იქნება, ბუნებრივი კანონზომიერება ასეთი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტმა გაითავისოს ეს სრულად და მას ჰქონდეს ბრძოლის უნარი. ხშირად არის შემთხვევა,
შემთხვევები, როდესაც წყვილი უნაყოფობის პრობლემის გამო საჭიროებს ინვიტრო განაყოფიერებას, ვიღებთ ორსულობას, გააჩენს თავიანთ ნანატრ შვილს გააჩენენ და ამის შემდეგ ბუნებრივი გზით აბსოლუტურად ჩვენი დახმარების გარეშე იღებენ ორსულობას. აქედან გამომდინარე არ დანებდეთ და იბრძოლეთ თქვენი შედეგისთვის. ეს ყველაფერი იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და დიდი მადლობა თქვენ. მიიღეთ ჩემი პატივისცემა და თქვენს გუნდს. გადაცემაში კი რეკლამის დროა. დარჩით არ გადართოთ მეორე ნაწილი თავის კანის ეგრეთ წოდებული სკალპის პრობლემებზე იქნება და მასთან გამკლავების მეთოდებზე. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. ჩვენი გადაცემის სპონსორია GM Pharma, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის პარტნიორია. მთის და Paris Saint-Germain 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორი გახლავთ ასევე ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე სახელწოდებით IQ. ალკონის IQ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბროლი მსოფლიოში. და გიორგის ანამსტურებს მოვიწვევთ მაყურებელთან ერთად ვნახოთ ბლიცი ექიმთან და მოვისმინოთ ექიმების საინტერესო პასუხები, ასევე საინტერესო შეკითხვებზე. რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია? ადამიანის დახმარება, ზრუნველობა ყოველთვის იყო ჩემი პრიორიტეტი. ბავშვობაში ვთამაშობდი ექიმობანას. და სიმართლე გითხრა, არც მეფიქრია სხვა პროფესიაზე იმდენად მომწონდა თეთრი ხალათი. თან ამავე დროს ჩემი მშობლების ოცნებაც იყო, რომ ექიმი გამოსულიყავი და მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაზე მეტი რამდენი ოპერაცია ჩაგიტარებიათ ერთ დღეში? ერთ დღეში დაგვიგეგმია და გაგვიკეთებია 5 ოპერაცია. ყველაზე გავრცელებული მითით მის გადანერგვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას გონია, რომ გადანერგილთმებს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, მკურნალობა. ეს არის, რა თქმა უნდა, მითი. პროფესიული რჩევა, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. როცა სწავლობდი უცხოეთში, პრაქტიკებს რო გავდიოდით, მახსოვს ერთმა ჩემმა მასწავლებელმა რო დამაკვირდა, მითხრა, რომ შენ იმდენად კარგი ხელი გაქვს და იმდენად კარგი მხატვრული ნიჭი გაგაჩნია, შენ აუცილებლად უნდა გამოხვიდე პლასტიკური ქირურგი. და ესეც გამოვიდა. რას ნიშნავს ექიმისთვის წარმატება? ექიმისთვის წარმატება ნიშნავს იმას, რაცა უამრავ ბედნიერ სახეს ხედავ და არაერთხელ ვთქვიათ ჩემ პაციენტებს, რომ ქალბატონო დეა, როგორ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება, როგორი სტიმული მომეცით, როგორი მოტივირებული ვარ და ცხოვრების ხარისხი ბევრისთვის შემიცვლია. რჩევა, რომელსაც მომავალ ექიმებს მისცემდით. სამედიცინო სფეროში, რა თქმა უნდა, სწავლის და განვითარების გარეშე არაფერი არ გამოვა. მიზანდასახულობა, წინ და წინ, რა თქმა უნდა, და დღევანდელი საქმე აუცილებლად დღეს უნდა გაკეთდეს, არა ხვალ და არა შემდეგში. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? უყურონ გადაცემა იმუნიტეტს, რომ გქონდეთ მაღალი იმუნიტეტი. ბლიცის შემდეგ კი დადგა დრო მოვიწვიოთ სტუმრები. ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი ვერიკო აბრალავა და ავერსის წარმომადგენელი ქალბატონი ირმა ჯანაში. გთხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. ქალბატონო ვერიკო, საკმაოდ აქტუალურია პრობლემა თმის ცვენა. რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ მოუაროთ სკალპს თმის ცვენის დროს? თმის ცვენა, როგორც ახსენეთ, არის საკმაოდ აქტუალური პრობლემა.
თუმცა არსებობს თმის ცვენა სამედიცინო ენაზე, ეს არის ალოპეცია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ალოპეცია და შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ალოპეციას სჭირდება შესაბამისი მკურნალობა, განსხვავებული. ყველაზე გავრცელებული ფორმები ეს არის თმის ტელოგენური, ანუ დიფუზური დაცვენა, ანდროგენული, ანუ მამაკაცური თმის ცვენა და ბუდობრივი ალოპეცია. სამივე ჩამოთვლილი დაავადების მკურნალობა არის განსხვავებული. ეს შეიძლება იყოს როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირებული თერაპია, როგორც მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით და ადგილობრივ საშუალებას დამატებით უკვე მედიკამენტი, თუმცა ძირითადად ტელოგენური, ანუ დიფუზური თმის ცვენის დროს, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს ამ სეზონზე, ზაფხულის მიწურულს შემოდგომის დასაწყისში ხდება კიდევ უფრო აქტუალური, სასურველია გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ თმის ფოლიკულს. თქვენ ახსენეთ სეზონთან დაკავშირებით. აი რატომ არის შემოდგომაზე უფრო გაძლიერებული თმის ცვენა? გაზაფხული, დასაწყისი გაზაფხულის და შემოდგომა, ეს არის ყველაზე აქტიური თმის ცვენის პერიოდი. ზაფხულის პერიოდში ხდება თმის პირიქით უფრო ზრდა, არსებობს ციკლი თმის ზრდის, ეს არის ანაგენი, კატაგენი და ტელოგენი. ანაგენი არის აქტიური ზაფხულის პერიოდში, რადგანაც დამცველობითი ფუნქცია, მზისგან დამცველობითი ფუნქცია ბუნებრივად იწყებს ორგანიზმში სტიმულაციას, ხოლო შემოდგომის პერიოდში უკვე ხდება შესვენების პერიოდი და დაცვენის პერიოდი. შესაბამისად, ეს არის გარემოს ცვლილება, ტემპერატურული ცვლილება, თმის უფრო მეტად გამოშრობა ზაფხულში, თმა არის უფრო ტენიანი, უფრო ცხიმიანი. ზამთრის შემოდგომის პერიოდში ხდება გამოშრობა, რაც იწვევს დაცვენის გააქტიურებას. აი, როდის შეიძლება ყურადღება მივაქციოთ და რაღაც განგაშის ნიშნები, ვთქვათ, სახეზე იქნება, აი რა არის ნორმალური თმის ცვენა და როდის უნდა ავტეხოთ განგაში? ფიზიოლოგიურად ადამიანს დაახლოებით 60 ღერამდე თმის ფოლიკულის ცვივა, რაც თითქმის შეუმჩნეველია და ეს დამოკიდებულია ასევე თმის სიგრძესთან. რაც უფრო გრძელია თმა, უფრო ჩანს და ხილულია მისი დაცვენა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით ნორმაში როგორ გამოიყურება, თუ არის ვიღვიძებთ და ვხედავთ, რომ ბალიშზე ზედმეტად დიდი რაოდენობით თმა გვხვდება, ბანაობის დროს შესაძლებელია შევამჩნიოთ, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო არის გაყოფის ადგილები და განსაკუთრებით თუ ბუდობრივია თმის ცვენა, იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ სჭირდება, ისედაც ყურადღებას იპყრობს ამოცვენილი კერა. ასევე მნიშვნელოვანი არის ანდროგენული თმის ცვენა, ეს იმდენად ნელ-ნელა და წლებში თანდათან ხდება მისი გახანგრძლივება, შეიძლება ვერც შეამჩნიოს ადამიანმა, სანამ გარკვეული უბნის ძალიან დათხელება არ მოხდება. ქალბატონ ვერიკო, რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს თმის ცვენა და რამდენად არის დაკავშირებული ეს პროცესი სტრესთან? იმიტომ რომ ვიცით, რომ აი ბავშვებში ყოფილა რაღაცა ემოციურ ფონზე, რაღაც გადატანილი სტრესის ფონზე დაწყებულა აი ეს ალოპეციის პრობლემა. ასაკი განსაზღვრული არ არის, რადგანაც აი მაგალითად ბუდობრივი ალოპეცია ძირითადად ხდება ბავშვებში და დაკავშირებული არის სტრესთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნური დაავადებების გამწვავება და შესაბამისად ბუდობრივი ალოპეცია არის ერთ-ერთი აუტოიმუნური დაავადების ტიპი. დიდებშიც, აი ნებისმიერ ასაკში შეიძლება ამ პრობლემის წინაშე დავდგეთ, აი მაგალითად ვირუსული დაავადებების ან ბაქტერიული დაავადებების, მაღალი ტემპერატურით გადატანილი დაავადებების შემდეგ ძალიან ხშირია, ანუ დიფუზური ალოპეცია, ეგრეთ წოდებული ტელოგენური თმის ცვენა, როდესაც ერთი კონკრეტული უბანი არ არის დაცვენილი, მაგრამ აი შესამჩნევი არის, რომ ყველგან თმა არის. ძალიან დიდი რაოდენობით ხდება თმის დაცვენა და ადამიანი თვითონაც ამჩნევს, რომ დათხელდა, ხელის შეხებითაც ამჩნევენ ძირითადად, რომ მათი მოცულობა შემცირდა. ხელმძიმობის შემდეგ არის კიდე ხელმძიმობის შემდეგ, აი სწორედ ეს არის დიფუზური ალოპეცია, არსებობს ასევე ანაგენური ალოპეცია, ძირითადად ხდება ქიმიოთერაპიის შემდეგ, როდესაც
მთელ სხეულზე და სკალპზე ხდება თმის დაცვენა და შესაბამისად ესეც არ არის ასაკთან დაკავშირებული და მამაკაცური ტიპის თმისცვენა ძირითადად ქალბატონებში ხდება მენოპაუზის პერიოდში და რაც უფრო მეტია შემდეგ ასაკი ტესტოსტერონის რაოდენობა იმატებს ესტროგენის ქვეითდება, შესაბამისად თმაც თხელდება. მამაკაცური თმის გამალოტება შეიძლება დაიწყოს პუბერტატულ ასაკშიც, ეს უკვე დამოკიდებული არის გენეტიკურ ფაქტორებთან. ქალბატონო ირმა, დგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ რაღაც გარკვეული ზომები. როგორ გაუმკლავდეთ ახლა რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ თმისცვენას? ნუ მოგეხსენებათ, რომ თმისცვენა უამრავი ადამიანისთვის ძალიან ნაცნობი პრობლემაა. და საერთოდ, როდესაც თმა არ აქვს ადამიანს ეს რიგში, მე არ ვიცი როგორ მამაკაცებში, მაგრამ ქალბატონებში ნამდვილად იწვევს დისკომფორტს და შეიძლება თვითშეფასებაც კი დაგიქვეითოს. ამიტომ აუცილებელია, რომ სწორად მოვუაროთ ჩვენ თმებს. მინდა გითხრათ, რომ აი დერმატოლოგიური ბრენდი, დერმედიკი, რომელიც ნამდვილად სამართლიანად შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა, მისი საიმედო პროდუქციის გამო გვაწვდის აი ესეთ ხაზს. უნდა გაჩვენოთ აუცილებლად, ეს არის კაპილარტეს ხაზი. სრული მოვლა ყველანაირი პრობლემის დროს, როგორც ქალბატონებისთვის, ესევე მამაკაცებისთვის. რატომ არის ეს ბრენდი ესეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ არის დერმატოლოგიური და დამზადებულია თერმულ წყალზე. სხვათა შორის, ბრენდი თერმულ წყალს იყენებს აი როგორც კომპონენტს მის ნებისმიერ პროდუქტში. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო სწორედ აი ამ შამპუნზე, ეს არის თმის ზრდის მასტიმულირებელი შამპუნი. რას ნიშნავს ეს? ძალიან ნაზად წმენს როგორც სკალპს, ასევე თმას. თან აბსოლუტურად არ არღვევს მიკრობიომის ბალანსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. მის შემადგენლობაში შედის ძალიან ესეთი საინტერესო კომპონენტები. პირველ რიგში თერმული წყალი. ვაშლის ღეროვანი უჯრედები. პილოტანტუმი შედის ესეთი კომპლექსი. რას აკეთებს ეს კომპლექსი ჩვენთვის? სკალპში აძლიერებს მიკროცირკულაციას. შესაბამისად, ჟანგბადის, ვიტამინების, მიკროელემენტების და საკვები ნივთიერებების მომარაგება ძლიერდება. ანუ ფაქტობრივად თმის ბოლქვი ასე ვთქვათ, უფრო სრულყოფილად იზრდება, ყალიბდება და იზრდება თმა. და აი წარმოიდგინეთ, რომ ფოლიკულის ბიოლოგიურ აქტივაციას აკეთებს. შესაბამისად, უკვე ძლიერდება თმის ზრდა, ანუ იზრდება მოცულობა თმის, ახალი თმა მოდის. და აი სწორედ რაც ქალბატონმა ვერიკომ ახსენა, თმის სასიცოცხლო ციკლის ანაგენის ფაზას, ანუ ზრდის ფაზას ახანგრძლივებს, ის რაც განაპირობებს სწორედ ჩვენ თავზე თმების არსებობას. ქალბატონო ირმა, თქვენ ახსენეთ მხოლოდ დასაბანის საშუალება, ეხლა რომ აი ხომ არ არის კიდე რაღაც ისეთი საშუალება, რომელიც არა მხოლოდ დაბანის დროს, არამედ ვთქვათ, საღამოობით ან დილაობით უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აუცილებლად რაღაც გარკვეული შედეგი მივიღოთ. სასურველი არა, რეკომენდებულია, რომ აი ამ შამპუნთან ერთად გამოვიყენოთ აი ეს შრატი. ესეც არის თმის ზრდის მასტიმულირებელი შრატი. იგივე დაპატენტებული კომპლექსები აქაც გვხვდება, მაგრამ შამპუნისგან განსხვავებით, აქ გვაქვს კოფეინი, აი სწორედ ის პროდუქტი, რომელიც ისევ ქალბატონ ვერიკოს დავითანხმებ, რომ დიჰიდროტესტოსტერონის პროდუქციას ამცირებს. ანუ ახანგრძლივებს, აი ეს დიჰიდროტესტოსტერონი ამცირებს ანაგენის ფაზას და აი ამ ჰორმონის დადრგუნვით ვინარჩუნებთ უფრო თმებს. შრატი რეკომენდებულია ყოველდღე. ანუ შეგვიძლია როგორც ნამიან თმაზე, ესევე მშრალ თმაზე. უბრალოდ აი ესე სუბუქად უნდა შევიზილოთ სრულ შესშრობამდე და მისი დაბანა არ არის საჭირო. ამ კომბინაციის შამპუნის და შრატის გამოყენება რეკომენდებულია 3 თვის განმავლობაში. აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს ამ ბრენდის გამოყენება თუ ქსელში, ავერსის ქსელში კონსულტანტი ვთქვათ აფთიაქში გაგვიწევს რეკომენდაციას თუ რომელი საშუალება გამოვიყენოთ. როდესაც შევამჩნევთ, რომ თმის ცვენა დაიწყო, რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია მიმართოს კონსულტანტს ავერცის ქსელში და შესაბამისად ურჩევენ, როგორ გამოიყენოს ეს პროდუქტები.
თუმცა თუ არის ძალიან მწვავე და შეუქცევადი პროცესი, ან ბუდობრივი ალოპეცია, ან ანდროგენული ალოპეცია, მაინც სასურველია მიმართოთ ექიმს, რადგანაც იქ უკვე შემდეგ უნდა ჩატარდეს უფრო ღრმა კვლევები, შეიძლება იყოს ტრიხოსკოპია, თმისძირების დათვალიერება, რადგანაც ალოპეციის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე სხვა დაავადებები და ეს იყოს ერთ-ერთი გამოხატულება, ამ შემთხვევაში სასურველია უკვე დერმატოლოგის კონსულტაცია და ჩარევა. როგორც აღნიშნე, აი თმის ზრდის მასტიმულირებელი შამპუნი და შრატი უნდა გამოვიყენოთ 3 თვის განმავლობაში. შემდეგ სასურველია, რომ ერთი თვე შევისვენოთ, მაგრამ დერმედიკი აქაც არ გვტოვებს უყურადღებოთ და გვთავაზობს აი ამ შამპუნს, ეს არის თმის გამაძლიერებელი, ანუ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი. მინდა გითხრათ, რომ იგივე დაპატენტებულ ფორმულებს შეიცავს, ანუ ძირითადი მოქმედება, ანაგენის ფაზის გაძლიერება ისევ ხდება, მაგრამ ამ შამპუნში დამატებით კიდევ გვხვდება ცინკი და კოფეინი. ანუ ეს ამცირებს, ისევ ქალბატონ ვერიკოს დავიხმარებ, 5 ალფა რედუქტაზას აქტივობას. ამდენად აი ფაქტიურად იმ ჰორმონს თრგუნავს, რომელიც იწვევს თმის ცვენას. ნუ გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არის ისეთი კომპონენტები, რომელიც თმის მბზინვარებას იწვევს, თმის გაყოფას უშლის. თმის ცვენის დროს ვეკითხები დერმატოლოგს, რა სიხშირით უნდა დაიბანოს ადამიანმა თავი და რა სიხშირით შეიძლება აი ამ შამპუნის გამოყენება? არის თორე ესენი ყოველდღიური მოხმარების? არა მხოლოდ თმის ცვენის დროს, ზოგადად ეს უკვე დამოკიდებულია თმის კანის ტიპზე. თუ არის ცხიმიანი, ბოლო გაიდნაინებით მოწოდებული არის, რომ თუ ადამიანს აქვს დისკომფორტი და ცხიმი აწუხებს მას, შეუძლია გამოიყენოს ყოველდღე. თუ არის ნორმალური ტიპი, ამ შემთხვევაში კვირაში 2-3ჯერ, ყველაზე კარგი რეკომენდაცია და სწორი მოვლა ეს არის 2-3ჯერ დაბანა, თუმცა ასევე დამოკიდებულია სეზონი. ზაფხულის პერიოდში უფრო ხშირი არის თმის დაბანა, იმიტომ რომ მომატებულია ცხიმიანობა, ზამთრის პერიოდში შეიძლება იყოს 2ჯერ, კვირაში 2ჯერ საკმარისი. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თვითონ როგორ ვგრძნობთ თავს. არ არის არანაირი შეზღუდვა, შეიძლება გამოვიყენოთ ყოველდღე, შეიძლება გამოვიყენოთ კვირაში 2ჯერ ან 3ჯერ. ქალბატონო ირმა, თქვენ ჩამოთვალეთ ეს პროდუქცია და ძალიან საინტერესოა, ალერგიული რეაქციები ხომ არის დამახასიათებელი ამ პროდუქტისთვის? სხვათა შორის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დერმედიკი ეს არის დერმატოლოგიური ბრენდი და სწორედ დამზადებულია ესეთი მგრძნობიარე და ალერგიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის სპეციფიურად. და კიდევ ერთხელ ვახსენებ ზუსტად აი იმ თერმულ წყალს, რომელიც არის მის შემადგენლობაში, მგრძნობიარე კანისთვის, რომელიც ახდენს მის დატენიანებას, დამშვიდებას, აღადგენს კანის ბარიერს, ამდენად პირიქით. და კიდევ ერთი რამე მინდოდა მეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის, რომ შამპუნის გამოყენების შემდეგ უცებ ნუ დაიბანთ თავს. მინიმუმ 3 წუთი მაინც დაიტოვეთ შამპუნი და მიეცით საშუალება, რომ იმოქმედოს. დრო მიეცით. ასეთი საინტერესო რჩევები მივეცით დღეს ჩვენ მაყურებლებს, გადაცემა მე მგონი საინტერესო გამოვიდა. როგორც ყოველთვის და ყველაფერი კარგი ოდესღაც სრულდება, მაგრამ სულ რაღაც ერთი კვირით გემშვიდობებით, ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს იმედის ეთერში. გვიყურეთ და აიმაღლეთ თქვენი იმუნიტეტი.